7 ოქტომბერი კიდევ მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ არის რომ ამან გარდატეხა საერთოდ ისრაელის სამხედრო ელიტასა და სპეცსამსახურებში გამეფებული განწყობა და რაღაცებზე ადრე ფრთხილობდნენ ამის შემდეგ პირიქით მცირე საფრთხეზეც ზედმეტად დიდი ძალით პასუხობენ და მცირე ეჭვზეც, ხო? და ეს გახდა კატალიზატორი არა მხოლოდ იმის, რომ დღეს ჰამასი როგორც ორგანიზაცია არის მას შეიძლება ყავდეს ბევრი მებრძოლი დღესაც, მაგრამ მებრძოლის ხარისხი განსხვავდება ხო გააწვსნილის და გამოცდილების ქონესი და იმ ადამიანის, რომელიც უბრალოდ ქუჩაში ნახე და იარაღი მიეცი. მეორე არის რომ იაჰია სინვარი, მისი ორი ძმა, მუჰამედ დეიფი, რომლის მოსულმოკლაც ბოლო 25 წელიწადში ძალიან ბევრჯერ სცადა ისრაელმა და ამ ომში მოკლა. ჰანიე თეირანში, ალ-არორი ბეირუთში, ანუ თითქმის მთელი ელიტა ჰამასის ამ ომს შეეწირა და რა თქმა უნდა ახლები გამოჩნდებიან და არანაკლებ სასტიკები იქნებიან და ასე შემდეგ, მაგრამ მათთვის ეს აღმოჩნდა კატასტროფა.